დიდი საქართველო ლევან კობერიძესთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ჩვენო ინტერნეტ მაყურებლებო. ტრადიციულად ორშაბათობით ეთერშია გადაცემა ბრენდი საქართველო. ჩვენი სპონსორი და მხარდამჭერია ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი. მადლობა მას ამ გვერდში დგომისათვის და დღეს ჩვენი სტუმარია მარიამ ნანავა, მიკრობანკ კრისტალის პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მადლობა მარიამ, რომ გამონახე დრო და მოხვედი ჩვენთან ეთერში. და მოდი პირდაპირ კითხვას დაგისვამ, სანამ შენც მოგვესალმები და გავაგრძელოთ საუბარი. ანუ ახალი პროდუქტები, ანუ საუბრობთ იმაზე, რომ რაღაც ბაზარზე კიდევ დამატებითი ახალი პროდუქტებით გამოდის მიკრობანკი კრისტალი. რას უკავშირდება ეს? საჭიროება დაინახეთ რაღაცა ინოვაციური შექმენი თქვენს არსებულ მომხმარებლებისთვის, ფიქრობთ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ აი რა ხდება, თუ შეიძლება რომ მოგვიყვე ამის შესახებ. პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. პირიქით ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეხლა რაც შეეხება ანუ შეკითხვას, ჩვენ როგორც შეიძლება უკვე ჩვენო მსმენელმა იცის კიდეც 16 ივნისს ანუ დავიწყეთ ოპერირება როგორც მიკრობანკი. აქამდე როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ესე ვიყავით, ამიტომ რაღაცა შეზღუდულები ვიყავით, ყველა ტიპის პროდუქტის შეთავაზება არ შეგვეძლო მომხმარებლებისთვის, მაგრამ ახალმა სტატუსმა, ახალი რეალობა დაგვიყენა, ესე რომ ვთქვათ, რამაც გამოიწვია, რომ ბუნებრივად ანუ ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტები უნდა შეგვეთავაზებინა. პირველ რიგში ეს იყო მიმდინარე ანგარიშები, რითაც დავიწყეთ ანუ პრაქტიკულად ოპერირება, ეს არის გადარიცხვები, რომელიც აქამდე არ გქონდა გულისხმობ ანუ როგორც საერთაშორისო გადარიცხვებს, ასევე ქვეყნის შიგნით ანუ გადარიცხვებს, სალარი და სავალუტო გადარიცხვებზე მაქვს საუბარი და ჩვენი გამორჩეული პროდუქტი ანუ დეპოზიტი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს ძალიან ესეც კარგ პირობებში შეუძლიათ რომ დანაზოგი გააკეთონ უკვე ჩვენთან მიკრობანკში. თუმცა ანუ კონკრეტულად დეპოზიტების გაშვებამდე აი დანაზოგის კუთხით და რაღაცა ინვესტიციების ანუ კუთხით ანუ მხოლოდ დეპოზიტები არა გვაქვს, ანუ ამას ვთავაზობდით მიკრობანკის სტატუსამდე კლიენტებს, ეს არის საინვესტიციო პროდუქტი მონეტა, განსაკუთრებული პირობებით აქაც, რომელიც უკვე წელიწადზე მეტი არის, ანუ კრისტალში გვაქვს და რომლის სარგებელი შეუძლია მიიღოს მოკლედ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. საჭიროება ხო პრინციპში ანუ ბუნებრივად დაგვიდგა, რომ ეს ახალი პროდუქტები შეგვეთავაზებინა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც მიკრობანკს არ გვქონდა სურვილი, რომ როგორც მხოლოდ კრედიტების ან დაკრედიტების ინსტიტუტად დავშენილიყავით, ანუ ჩვენი მომხმარებლებისთვის და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო არასაკრედიტო პროდუქტების, ანუ განვითარება და შეთავაზება, იმიტომ რომ არასაკრედიტო პროდუქტების ნაწილში აქამდეც გვქონდა მაგალითად გზავნილები, კონვერტაციები, ამის შეთავაზებას ვაკეთებდით და ვახორციელებდით ანუ მომხმარებლებზე, მაგრამ კიდევ უფრო აი ესეთი სრულფასოვანი საბანკო სერვისების შეთავაზების გამო, მოკლედ ესე ახალი პროდუქტების დანერგვა დავიწყეთ და წარმატებულად ვახორციელებთ სხვათა შორის უკვე 16 ივნისიდან. სიახლეები აუცილებლად გვექნება კიდევ, რა თქმა უნდა, რომელიც სხვადასხვა პროდუქტების, ანუ კიდევ უფრო მეტად მეტი პროდუქტის შეთავაზებას უკავშირდება, რასაც აუცილებლად ჩვენი მომხმარებლები გაიგებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისარგებლებენ კიდეც. ხო, ანუ მოდი ესე რომ ვთქვათ, რომ სახელი ესე მიკრობანკი ხართ, სტატუსით ოფიციალურად, ესე რომ ვთქვათ, თუმცა რამდენადაც ახლა ხედავ და ინფორმაცია გვაქვს, მაინც თვითონ თქვენი მომხმარებელი ესე ბანკად აღიქვამენ და ეხლა რასაც უყურებ, რეალურად საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქტები გაქვთ. ანუ ესე არ არის, რომ რაღაც შეზღუდული რაოდენობა გქონდეთ, ძალიან ბევრი ბარათები და კიდე ბარათების ჩაშვებას აპირებთ ხო პლასტიკური ბარათებისას ძალიან მალე. ძალიან საინტერესო არის ზოგადად ანუ კრისტალის აღქმა ჩვენს მომხმარებლებში, რომლებიც მიკრობანკის სტატუსის მიღებამდეც კი ანუ მომხმარებლებში თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ როგორც ბანკი ესე აღვიქვამებოდით მასშტაბიდან გამომდინარე ჩვენ 27 წელია, ანუ ბაზარზე ძალიან ესე წარმატებულად ვოპერირებთ, 50 ფილიალამდე გვაქვს, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს. პრაქტიკულად ყველა რეგიონში ვართ წარმოდგენილი და ანუ ნდობა მომხმარებლების მხრიდან ჩვენი კომპანიის მიმართ ძალიან მაღალი. ანუ რეგიონებზე აქცენტი საკმაოდ დიდია, ხო? რეგიონებზე აქცენტი საკმაოდ დიდი არის კი. ხო, არ მახსენდება რეგიონი, ეხლა სადაც შეიძლება კრისტალი არ იყოს. პრაქტიკულად ანუ ყველგან ესეთი გაშლილი
ვართ მთელი ქვეყნის მასშტაბით. და 100,000-ზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით და ეს აღქმა ბანკად ძალიან დიდი ხნის უკან ჩამოუყალიბდა ჩვენს მომხმარებლებს კრისტალზე, როგორც ბანკზე ისე საუბრობდნენ ხოლმე. კვლევებშიც ძალიან ხშირად ამოსულა ეგ დამოკიდებულება მომხმარებლების მხრიდან. აქ ასევე ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ კვლევებს ძალიან ხშირად ვატარებთ, ჩვენს მომხმარებლებში ყოველწლიურად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს, ყოველწლიურად ვუყურებთ და ვუსმენთ, რას ითხოვენ ჩვენი მომხმარებლები კრისტალისგან და პრაქტიკულად დაკვეთაც იყო, ესე რომ ვთქვათ, მომხმარებლებისგანაც უკვე მოდიოდა დაკვეთა ერთგვარი, რომ ჩვენ სხვა ტიპის სერვისებით შეგვეთავაზებინა. რამაც თქვენთან ერთად იზრდებოდა მომხმარებლები. კი, ჩვენი მომხმარებლებიც და ეს რაღაცა შესათავაზებელი პროდუქტების რაღაცა არეალი, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ჩვენ სადღაც სექტემბრისთვის უკვე პლასტიკური ბარათებიც დაგვემატება, დებეტური პლასტიკური ბარათები, რომლითაც მომხმარებლებს ექნება შესაძლებლობა, რომ ბანკომატიდან გამოიტანოს თანხები, პოსტერმინალით შეასრულოს ოპერაციები, საერთაშორისო ტიპის ოპერაციები შეასრულონ და სრულფასოვნად ჩაერთონ, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა e-commerce-ში და მათი ფულადი სახსრები 24/7-ზე ხელმისაწვდომი გახადონ. ამისათვის ფილიალში მოსვლა არ იქნება საჭირო. ხო, აი ეს პლასტიკური ბარათები ალბათ მნიშვნელოვანი თემა იქნება სავარაუდოდ მათ შორის აღქმაში, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ გადაცემაში ვართ ბრენდი საქართველოს ესე ქვია და ბრენდინგში სტუდენტებსაც ხშირად ამას ვეუბნებით ხოლმე და დაინტერესებულ ადამიანებს, რომ აღქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, აი სწორედ ეხლა თქვენს თქვით, რომ მართლა თქვენი მომხმარებლები მანამდეც ბანკად აღიქვამდნენ, იმიტომ რომ სავარაუდოდ კვალიფიკაციის გამო, სავარაუდოდ ესე მგონია, ჩემ ვარაუდს გამოთქვამ, რომ იმის გამო, რომ თქვენი სერვისები ისეთივე ყურადღებით და სერვისულად ხდებოდა მომსახურებოდა. აი პლასტიკური ბარათები, ხო, ბანკის ბარათი მაგ, ალბათ პირდაპირ ასე ვთქვათ, კავშირში იქნება. ძალიან კარგი, მაშინ ახლა სარეკლამო დრო ჭრა მოგვიწია, უბრალოდ მე კითხვას დავტოვებ ეთერში, თუ შეიძლება, რომ იცოდეს ჩვენ მოსვენმა რით გავაგზავნებთ საუბარს და შემდეგში გავაგზავნოთ. ანუ არის შენ თქვი ახლა, რომ რეალურად რეგიონებში კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი. თბილისშიც საკმაოდ კარგად ხარ წარმოდგენილი, რეკლამებსაც ვხედავთ ქალაქში თქვენსას, მაგრამ რეგიონების თემა მინდა რომ ამას უფრო ჩაუღრმავდეთ თუ შეიძლება რეკლამის შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის სწორედ რეგიონებში იგრძნობოდეს ის მხარდაჭერა, რაც იქ ადამიანებს ჭირდება, თუნდაც მცირე პატარა ფერმა იქნება თუ დამწყები თუ ახალგაზრდა თუ არ აქვს მნიშვნელობა ასაკოვან ადამიანს, ვისაც უნდა რომ თავის საქმიანობა სოფლად ან არ არის აუცილებელი სოფლის მეურნეობას მისდევდეს, რაღაც შექმნას და გააკეთოს და აი აქ თუ შეიძლება კრისტალის ეს წახნაგი რო გაგვაცნო, როგორც პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, აი მათთვის როგორ ფიქრობთ თქვენ პროდუქტებში, რა არის საინტერესო ან მომავალში რა შეიძლება იყოს საინტერესო. ამ კითხვით დავბრუნდეთ, ეხლა სარეკლამო ჭრაზე გავიდეთ. გადაცემის მხარდამჭერია ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. New Hospitals's ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს, გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospitalsში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2-190-190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospitalsი. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. იამალუბის პრემიუმ ხარისხის ზეთების შეძენა უკვე ხელმისაწვდომია Yamaha showroom-ში. მაღალი წნევის და ტემპერატურისადმი გამძლე. იდეალურია ქუჩისთვის, ტრეკისთვის თუ ოფროუდისთვის. ეწვია Yamaha showroom-ს. დავით აღმაშენებლის 116 ან დაგვირეკეთ 2-511. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. შენი თმა, შენი ისტორიის ნაწილია. ძნელია შეელიო იმას, რაც შენია. შეგიძლია დაიბრუნო ის, რაც დაკარგე. დეამედი, თმის აღდგენის ხელოვნება. შექმენი შენი ახალი ისტორია. პროფესორ დეა პაპასკირთან ერთად. ბერბუკის 8. ტელეფონი 591 50 90 90. შანსი, რომელსაც საქართველოში ნომერ პირველი ესთეტიკის სასწავლო ცენტრი ლოტუსი გაცდევთ. მხოლოდ ერთხელ
მხოლოდ ჩვენთან და მხოლოდ ივნისის თვეში. დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ლაზეროთერაპევტის პროფესიას მაქსიმალურად მოკლე დროში, დროისა და რესურსის მინიმალური დანახარჯით. ისწავლე თეორია ონლაინ, ხოლო პრაქტიკულ უნარჩვებებს დაეუფლე სულ რაღაც ერთ კვირაში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ 0322 9383. ლატუსი, ჩვენს ვხდით პროფესიონალებს. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.gr ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბიჭუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი Zabi. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბრენდი საქართველო. ლევან კობერიძესთან ერთად. დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში. მარიამ, როგორც დავპირდით ჩვენს მსმენელს, კითხვა დავტოვეთ ეთერში, ანუ რა რეგიონის მოსახლეობაზე ვსაუბრობდით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ფულადი რესურსების მიწტომადობა, მნიშვნელოვანია კომპეტენცია, მნიშვნელოვანია გვერდში მდგომი ბრენდის არსებობა, ფინანსური ინსტიტუტს გულისხმობ და თქვენ კრისტალს გაქვს საკმაოდ კაფეოდ გამოხატული ეს პოლიტიკა და აი შენ როგორც პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თუ შეიძლება რო გითხრა, აი მათთვის რეგიონისში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის თქვენ პროდუქტებში საინტერესო რა არის, ან რა შეიძლება შესთავაზოთ მომავალში, ახლო მომავალში, რაც მათთვის იქნება მნიშვნელოვანი და დამაინტერესებელი. ძალიან საინტერესო შეკითხვა არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ნამდვილად კრისტალის დამოკიდებულება ზოგადად ამ მიმართულებითაც და გეტყვით, რომ ხელმისაწვდომობა, ანუ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ამიტომაც ანუ აი ეს გაშლა, ესე რა ვთქვათ, რეგიონალური გამოგვარჩევს და რაღაცა განსაკუთრებულობას გვძენს. ჩვენი ძირითადი ანუ სეგმენტი და ჩვენ სეგმენტს არ ვიცვლით ახლა მიკრობანკის ანუ სტატუსით, ანუ მიკრო მეწარმეების დაფინანსებაში ვიყავით ძალიან ესეთი კონცენტრირებულები და ორიენტირებულები, რომელსაც გავაგრძელებთ რა თქმა უნდა და ამ მომხმარებლებისთვის უფრო მეტად, ანუ დაფინანსების კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობას ვაჩენთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რეალურად ცოტათი შეზღუდულები ვიყავით აი ლიმიტის ნაწილშიც და რაღაცა კონკრეტულ თანხმოვანს დიოდრენ ალბათ 100,000 ლარამდე გქონდა და 100,000 ლარის ზემოთ უკვე რეალურად პრობლემა იყო ამ მომხმარებლების ანუ დაფინანსება და ეხლა უკვე მიკრობანკის ანუ სტატუსით გვეძლევა რომ ეს დაფინანსების არეალიც გავზარდოთ ანუ მოცულობა გაცილებით უფრო მეტი შევთავაზოთ სესხად ანუ ჩვენს მომხმარებლებს ვიდრე ვთქვათ აქამდე გქონდა ამის შესაძლებლობა. ამიტომ აი ეს განსაკუთრებულობა და მათი მხარდაჭერა რა თქმა უნდა ერთ-ერთი პრიორიტეტული ესეთი მიმართულება დარჩება ჩვენთვის. გარდა ამისა ანუ კრისტალში, ანუ აი ამ სეგმენტში და ამ ბიზნესში უკვე იმდენი ხანია ჩვენ, ანუ ძალიან ესეთი ოპერირებს და თან ძალიან წარმატებულად პრაქტიკულად ექსპერტული ცოდნაც გვაქვს და ვიცით კარგად ჩვენს მომხმარებლებს რა ჭირდება. ეს არის აი ის რაც გამოგვარჩევს რეალურად ჩვენ მე წეღანაც აღნიშნე, რომ ძალიან ხშირად ვატარებთ ანუ კვლევებს, ვისმენთ მომხმარებლებს რა უნდა მათი საჭიროებების ანუ ანალიზის შედეგად ვაკეთებთ, ანუ შეთავაზებებს, ან კონკრეტული ახალი პროდუქტის შეთავაზებას მათთვის. ეს რა თქმა უნდა გაგრძელდება და პრაქტიკულად ის სერვისები და ახალი პროდუქტები, რომელიც დაგვემატება სამომავლოდ და გვექნება, რა თქმა უნდა, ესეთი იქნება ზუსტად ჩვენს მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებული და არა ვთქვათ რაღაცა მარტო კომპანიის გადმოსახედიდან, რომ ეს გვინდა ეხლა რომ გავუშვათ, ეგრე არ იქნება. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ესეთი განსაკუთრებული ნიშა, რომელიც გვქონდა და შევინარჩუნებთ კიდეც ანუ მომავალში. ძალიან საინტერესო, მოდი მაგალითი გითხარი, აი გურიაში რა უნდა ერთ ჩვეულებრივ მომხმარებელს თქვენსას.
ან არის სამეგრელოში, ან კახეთში, აი მაგალითი ხო, ანუ აი მაგალითისთვის ესეთი მეურნეობები აქვთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც გამოარჩევთ, ანუ არის შეიძლება ეს არ იყოს მსხვილი ფერმერი. ბოდიში ამ კითხვას რატო ვსვამ, იმიტომ ჩვენ რადიო მათ შორის რეგიონებში ისმენება და ის ადამიანები რომ უფრო მარტივად მიხვდნენ, რა მომენტში შეიძლება თქვენ რომ მოგმართოთ. ანუ რა არის მიკრომეწარმეობა, აქედან ამოვდივართ რეალურად, ხო ჩვენ? ამ შემთხვევაში ერთი ჩვეულებრივი რაღაცა, ანუ რიგითი კლიენტი გურიაში ან იმერეთში არა აქვს მნიშვნელობა რაღაც ნებისმიერ რეგიონში. შესაძლებელი არის რომ ფლობდეს და ფლობენ, ესეთ რეალური მაგალითები გვაქვს, ესეთ საოჯახო მეურნეობის ტიპის ბიზნესებს. სადაც ანუ განვითარებისთვის და ცოტათი უფრო უკეთესი თავიანთი მარტო რაღაცა დაკმაყოფილებისთვის ესე რომ ვთქვა თავიანთი მოთხოვნილებების უბრალოდ ნამატის გაყიდვისთვის კი არა, არამედ ხო. კი არა, ცოტა უფრო მეტად რომ გაზარდონ. მაგალითად დღეს თუ აქვთ რაღაცა რომ ერთი საქონლიდან მიიღონ ანუ შემოსავალი, ჩვენ ვეხმარებით რომ ანუ თუ ეს რაღაცა მომგებიანი ბიზნესი არის, დაიმატოს პირობითად რაღაცა არ ვიცი საქონელი და ამით თავისი ბიზნესი განავითაროს, თავისი ცხოვრების პირობებიც გააუმჯობესოს და ჩვენ ანუ აი წინა წლის ბოლოს გაკეთდა ძალიან საინტერესო კვლევა ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა კვლევის დროს, ანუ ამბობს და აღნიშნავს, რომ კრისტალში აღებული სესხის შემდეგ მათი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა. ეს არ ნიშნავს, რომ მათი სამომხმარებლო მოთხოვნილებები დაკმაყოფილდა უბრალოდ, მათ მიზნობრივად გამოიყენეს, ანუ ის სესხი, რომელიც ჩვენთან აიღეს, ანუ მეწარმეობის განვითარებისთვის და ეს რა თქმა უნდა ბუნებრივად და ლოგიკურად, ანუ მათ რაღაცა და თქვენ ეხმარებით კიდევაც ხო მათ შორის კონსულტაციებით რომელთანაც ეს ვიცი კი. თქმა უნდა, ანუ საკონსულტაციო საქმიანობასაც ვეწევით, ანუ ყავს კლიენტები, ანუ თან რომელსაც უსასყიდლოდ ანუ ვუტარებთ ხოლმე, ანუ ტრენინგებს, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ვმართავთ, მოყავს ამ ადამიანებს ვესაუბრებით, ვასწავლით ანუ ფინანსური ანალიზის რაღაცა ესეთი მნიშვნელოვან ნიუანსებს, რაც თქვა ჩვენთან უკვე ექსპერტული ცოდნა დაგროვილი არის ამ მიმართულებით, ამას ვაზიარებთ და ამით ვეხმარებით, რა თქმა უნდა, თვითონ მათ განვითარებასაც, რომ შემდგომში ეს დაგროვილი უკვე ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და ამით განავითარონ თავიანთი ბიზნესი. ძალიან საინტერესო, მე ახლა როგორც ბრენდინგის სპეციალისტი გისმენდი და ერთ რამეზე დავფიქრდი და არის გაგიზიარებ თუ შეიძლება და მითხარი შენი მოსაზრება, რომ ახლა როგორც მე წარმოვიდგინე, ძალიან მნიშვნელოვანი არის აი აღქმა და შენ თავს როგორ უყურებ, ხო, მოდი ესე რომ ვთქვა, მე სამყაროსთან კომუნიკაცია როგორ გაქვს. ერთია, როდესაც დავუშვათ, შენ ცხოვრობ სოფლად, ხარ ძლიერი ფერმერი, ასე ვთქვათ, გლეხი და ესე დავარქვათ, გაქვს ნამატი ული დაუშვათ საქონელს ან მიწას პროდუქცია მოყავს და ნუ შენ წარმოდგენაში არის რომ ნუ ახლა ეს დამატებითი რაც არ გჭირდება ოჯახში და მეტობით გაქვს ნაწარმოები, მოდი გავყიდი და რაღაც შემოსავალს მივიღებ. ეს არის ერთი მიდგომა და შენი ოჯახის წევრებიც ყველა ესე ფიქრობს, რომ აი ხო ჩვენ რაღაცა პროდუქცია გვჩება, რომელსაც ვყიდით. მეორეა, როდესაც ანუ თქვენ შემთხვევაში თუ თქვენთან იწყებენ თანამშრომლობას, მათ უჩნდებათ ნელ-ნელა განცდა, რომ ისინი არიან ბიზნესში, ანუ მეწარმეები არიან და ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ახალგაზრდებიც, რომლებიც იმ ოჯახში იზრდებიან, უკვე ხვდებიან, რომ აქედან შეიძლება ბიზნესმენი ეს არ არის სადღაც შორს ვიღაც დიდარი, ასე ვთქვათ, რა ვიღაცა ბიზნესმენი და რომელსაც რაღაც ძალიან ბევრი ფული აქვს, რომ ბიზნესი და ენტერპრენიორშიპი ეს არის პირველ რიგში შენ თავში დარწმუნება იმის, რომ შენ შეგიძლია ეს და მე ძალიან სწრაფად იზრდება და როგორც მივხვდი თქვენ აი ამაში რეგიდო ძალიან მომეწონა ახლა ეს თქვენი ადამიანებს რომ ეს რაღაცნაირი აღქმაც ანუ მათში ჩამოყალიბდეს რა და იქ ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ მართლა ხა არ არის მარტო მსხვილი ფერმერები არ უნდა იყვნენ თქვა პირობითად ანუ ინტერესის ობიექტები და ჩვენ ზუსტად ვართ ის არა იმათ თავისი ადგილი აქვს და რა თქმა უნდა მოიმსახურებით და ძალიან კარგი ეკონომიკური დოვლათის ანუ შექმნის თვალსაზრისით ეს ადამიანები და მსგავსი ტიპის ბიზნესები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ კრისტალი უკვე არის შენი შესაძლებლობების ბანკი და ეს არ არის უბრალოდ მართლა ლოზუნგისთვის გამოყენებული ეს არის რეალური დაპირება ჩვენი მომხმარებლების რომ შენ აქ ნამდვილად შენი შესაძლებლობების გაუმჯობესება შეგიძლია და ჩვენ ვეხმარებით ამაში არა მარტო მომხმარებლებს, არამედ ჩვენს თანამშრომლებსაც და ძალიან ესეთი ბევრი წარმატებული кейსი გვაქვს კლიენტებთანაც და თანამშრომლებთანაც. ხო, ძალიან საინტერესოა, რომ აი ეს კიდევ უფრო მეტად მომეწონა ახლა კრისტალის ბრენდის ეს, არ ვიცი, რაღაც
მისია ფაქტობრივად, რომ ქვეყანაში როცა ჩვენ ვამბობთ ბრენდი საქართველო და გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გავხადოთ, ეს არის პირველ რიგში მათ შორის ოპტიმიზმზე დამოკიდებული და მათ შორის დამოკიდებულებაზე სამყაროსთან მიმართებაში და თუ გიჩნდება ეს ოპტიმიზმი მიუხედავად იმისა, რომ რავი ძალიან ბევრი სირთულე და გამოწვევაა და რაც ხდება ქვეყანაში ყოველთვის არ არის ის სურათი, რაც ჩვენ გვინდა ხოლმე რომ ხედავდეთ და ხშირად არის ხოლმე სამწუხაროდ აცდენები, მაგრამ აი ამ ადამიანებისთვის ალბათ ეს კრისტალის ბრენდთან ურთიერთობა აი სწორედ ამას იძლევა და ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონი ამ ხრივ მათ შორის სწორედ ის თემა რომ თქვენ რო ახლა უკვე მიკრობანკი გახდით ლიმიტები გაგეზარდათ ეს ადამიანები არ გაგექცევიან სხვა ბანკებში როგორც ხვდები. დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ ხო ჩვენ წლებია უკვე 27 წელი არის საქართველოში ვარ და 100,000-ზე მეტი აქტიური მომხმარებლები ყავს, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ ჩვენი პროდუქტით და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს რაოდენობა, ესეთი ანუ პრინციპში ანუ ჩვენი სტრატეგიულ გეგმებში და მიზნებშიც ეს არის რომ გავზარდოთ ამ ადამიანების და ამ კლიენტების ანუ რაოდენობა, იმიტომ რომ ნუ უფრო მეტი ადამიანების დაფინანსება შევძლოთ, ახალი სერვისებით ანუ მომსახურება შევძლოთ და მათი ყოველდღიურობა კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ. კი ბატონო, ძალიან კარგი და საინტერესო. მაშინ თუ შეიძლება მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ ასევე ძალიან ბევრი, აი საიტზეც გიწერიათ, ძალიან ბევრი საინტერესო სოციალური პროგრამები, მათ შორის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები და მაგალითად ქალთა გაძლიერების თემაში ძალიან აქტიურად ხართ, იღებთ მონაწილეობას. ანუ ახალი პროდუქტები მათ შორის ალბათ იქნება ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, კი, ანუ ჩვენთან ქალთა გაძლიერების პროგრამა და ზოგადად ზრუნვა ამ მიმართულებით მარტო ანუ ძალიან ესეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულება არის. ვეხმარებით ანუ ქალებს რომ უფრო მეტად იყვნენ ჩართულები ბიზნესში. ამ მიმართულებით ანუ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში უკვე როგორც სწორედ თქვენ აღნიშნეთ სწორად რომ ძალიან ბევრი პროგრამა გქონდა, იყო ტრენინგები ქალებთანაც ანუ ჩატარებული, რომ მათი ანუ გამბედაობაც უფრო მეტად გაზრდილი იყო, იმიტომ რომ ზოგადად არის მაინც რაღაცა იყო და ჭირს ზოგადად ბიზნესში ქალების სტიგმა არსებობს მაინც კი. და რა თქმა უნდა ანუ პროდუქტების შეთავაზებასაც რო ვაკეთებთ, ანუ შეთავაზებას არა უფრო სწორედ დანერგვას როცა ვაკეთებთ, ყველაფერს ვითვალისწინებთ და ისეთი პროდუქტებით გასვლას ვაკეთებთ, ანუ მომხმარებლებზე, რომლითაც ისარგებლებს ქალი მეწარმეც, ჩვეულებრივი ანუ არაქალი მეწარმეც და ესე შემდეგ. ესე რომ ეს მიმართულება ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის, მნიშვნელოვანი იქნება და გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას, რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქტების განვითარებასთან ერთად. კი ბატონო, ძალიან კარგი და საინტერესო. ანუ ჩვენ რა შეგვიძლია ახლა ვთქვათ, მოდი კონკურენციაზეც რო ვთქვათ, იმიტომ რომ საფინანსო სექტორი იდეაში 2 განსაკუთრებით ძალიან მსხვილი ბანკით საკმაოდ გაჯერებულია და ყველა სეგმენტის ათვისებას ცდილობენ, მოდი ესე რო ვთქვათ. მეცაც ვიტყვი ხანდახან იმას შევხვი, რომ არასაბანკო საქმიანობასაც არ ეთაკილებიან, კაი გავიგე რომ კანონმდებლობით შეიძლება იქ რაღაცა სხვანაირად წარმოჩინდება, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენი ქართული ბანკები მათ შორის შედიან ისეთ, ანუ მე იმის თქმა მინდა რომ იმდენ ბაზარი პატარაა და შესაბამისად გაჯერებული არის კონკურენციით, ხო? ეხლა ამის გარდა კიდე არის სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არის მიკრობანკები და შესაბამისად ძალიან ისეთ კონკურენტულ გარემოში ხარ და აი თუ შეიძლება მოდი ესე ვთქვათ, როდესაც თქვენ მათ შორის პროგრამებს და ახალ პროდუქტებს ქმნით და სერვისებს, აი თქვენი კონკურენტული უპირატესობა რა წარმოგიდგენიათ, როდესაც გუნდში მსჯელობთ, რა აი ხო მომხმარებელი ჩვენსკენ გადმოიხრება, იმიტომ რომ რატომ კრისტალი? ორი სიტყვით ჯერ კონკურენციაში შევეხები, ანუ ჩვენ ამ დიდ კონკურენციაში მიკრობანკის სტატუსის მიღების შემდეგ არ ჩავთვალავართ. მიუხედავად იმისა, რომ წლები მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვიყავით, პრაქტიკულად მსხვილ ბანკებთან გვიწევდა ანუ კონკურენცია და თან ძალიან ისე წარმატებულად, ანუ წელიც, ხა წინა წელიც რომ მიმოხილვა რომ გავაკეთეთ, როგორც მიკროსაფინანსომ ისე დავხურეთ და ესეთი თვალწარმტაცი შედეგები გქონდა ROE-ის ნაწილში, კაპიტალის ზრდის ნაწილში, პორტფელის ზრდის ნაწილში და ესე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს კონკურენცია ანუ დღითი დღე უფრო მეტად მწვავდება და ბანკები უკვე არ არიან რაღაცა ესე მარტო კორპორატიული მიმართულებით დაინტერესებულები, ისინი უკვე ამ სეგმენტში ძალიან აქტიურად ჩამოდიან, რა სეგმენტშიც ანუ ჩვენ გვაქვს, თუმცა არ გვეშინია და არ ვიშინდებით მაინც ამ კონკურენციას, იმიტომ რომ ჯერ ერთი ამაში ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ძალიან კარგად ვართმევთ თავს, ანუ და ვართმევდით აქამდეც. მეორე ის, რომ მე ვახსენე კიდეც, ანუ საუბარში, რომ ჩვენ ამ
მიმართულებაში ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, რაც ჩვენი უპირატესობა არის, ანუ კრისტალს როგორც კომპანიას, კრისტალში არსებულ დასაქმებულ თანამშრომლებს, ანუ დაუგროვდათ ერთგვარი ექსპერტული ცოდნა, რომლებმაც ანუ კარგად იციან მომხმარებლებს რა ჭირდება და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის გუნდი, რომელიც კრისტალს ყავს. და ამ გუნდთან და ამ თანამშრომლებთან მომხმარებლების დამოკიდებულება არის ძალიან ისეთი განსაკუთრებული ხოლმე, რასაც კვლევებში ხშირად ვაწყდებით. აი, ისინი აღიქვამენ, რომ ეს ადამიანები არიან მათთვის, აი, როგორც დახმარების რაღაცა ესეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მათ ცხოვრებაში, მათ განვითარებაში და ესე ეგულებათ, ასე ვთქვათ, კი ბატონო, ანუ ზუსტად ეგრე არის და ამ ადამიანური ურთიერთობების განსაკუთრებული დამოკიდებულებების ანუ ფონზე ჩვენ ამ კონკურენციას ნამდვილად ანუ არ ვიშინდებით. ხო, კარგი, ანუ თამამად ხართ. თამამად ვართ. ნუ ნახოთ კონკრეტულად 6 თვის შედეგები კარგი ქონიათ. 6 თვის შედეგებით ფანტასტიკური გამოქვეყნა ეროვნულმა ბანკმა და ანუ მომგებიანობის ნაწილშიც ესეთი კარგი შედეგები გვაქვს. მაშინ ახლა მეორე სარეკლამო ჭრაზე უნდა გავიდეთ, მოგვიწია ამასობაში და ტრადიციულად კიდევ კითხვას დავტოვებ და მე დავუბრუნდეთ, რომ იცოდეს მსმენელმა რა კითხვაზე უნდა რა კითხვით გავაგრძელებთ საუბარს. ანუ ჩვენ ახლა ვართ მოცემულობაში, სადაც მოდი ესე ვთქვათ, გარემო არის საკმაოდ კონკურენტუნარიანი და ძალიან დატვირთული, ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ გასაგებია, რომ თქვენ ყავთ თქვენი, ასე ვთქვათ, ერთგული მომხმარებლები, რომელიც იმედის თქვენ გააქვთ, რომ მე მომავალშიც შემდგომში, ასე ვთქვათ, მათზე დაყრდნობით, ალბათ მე კიდევ უფრო მეტად გაიზრდებით. მოდი ესე ვიტყოდი, თუ შეიძლება, რომ აი სადღაც აი 10 წლის შემდეგ, ასე რომ წარმოვიდგინოთ, სად ხედავს თავს კრისტალი, აი ჰიპოთეტურად რო წარმოვიდგინოთ. არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს რეგიონის ათვისება, შეიძლება იყოს ახალი სერვისები, ფინანსური და არაფინანსური და ასე შემდეგ. უბრალოდ თუ არის რაიმე მსგავსი, ასე ვთქვათ, ხედვის მონახაზი, კონტური, თუ არა და უბრალოდ ვისაუბროთ იმაზე და მოსაზრებები გავცვალოთ, რომ სად შეუძლიათ ფინანსურ ესეთ ინსტიტუციებს, როგორც მიკრობანკია, როგორც კრისტალია, რომ არ ვიცი, აი 10 წლიან პერსპექტივაში რას უყურონ, ხო? იმიტომ რომ რაც უფრო გრძელვადიანი არის გეგმა, ალბათ უფრო მეტი სტაბილურობის განცდა აქვს მომხმარებელსაც, რომ ეს ორგანიზაცია და ეს ბრენდი არ არის უბრალოდ ერთი დღისთვის შექმნილი. ამ კითხვით დავუბრუნდეთ ეთერში რეკლამის შემდეგ. გადაცემის მხარდამჭერია ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. Silk-Post-ი სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით აკუმულატორებზე. შეხვდი ზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. ივლისის ცხელი დღეები მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას საკუთარ თავზე. დასვენება, სადაც დრო ჩერდება და ყოველდღიური ხმაური უკან რჩება. დაისვენე სასტუმრო ჯორჯია პალასში, ქობულეთში, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდება. საოცარი ზღვის ხედები, განახლებული სივრცეები, გემრიელი სამზარეულო და მაღალი კლასის მომსახურება. სწორედ ის, რაც ნამდვილ ზაფხულს უხდება. დაჯავშნე შენი ზაფხული დღესვე. დეტალებზე დაგვიკავშირდით 577 24 24 25. ჯორჯია პალასი, სასტუმრო და სპა ქობულეთი. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბრენდი საქართველო. ლევან კობერიძესთან ერთად. დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში, გადაცემით ბრენდი საქართველო, საუბრობთ მიკრობანკ კრისტალის
პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მარიამ, მოკლედ, სადღაც აი 10 წლიან პერსპექტივაზე ვსაუბრობთ ესე ჰიპოთეტურად, ანუ სად ხედავთ განვითარების შესაძლებლობებს, ანუ რა არის პერსპექტივები, რა შეიძლება იყოს? შესაძლებლობები ძალიან დიდი გვაქვს, ანუ ზოგადად, თუმცა 10 წელზე ალბათ ძალიან რთული იქნება, ანუ 10 წლის შემდეგ ვთქვათ რაღაცა წინ წავიდეთ და გადმოვხედოთ ანუ უკან კრისტალს, თუმცა ჩვენ გვაქვს ანუ ასათვისებელი პრაქტიკულად დიჯიტალ არხები, დიჯიტალ სერვისების შეთავაზება, ანუ რომელიც წარმოუდგენელი არის დღეს, რომ ბანკი ამის გარეშე არსებობდეს. ამიტომ ის რომ რამდენიმე წელიწადში ანუ სრულად შევძლებთ, რომ 24/7-ზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ, ანუ ჩვენს რაღაცა პროდუქტებთან, თვითონ კომპანიასთან და ესე შემდეგ. მაგალითად, მე თუ ვარ შუაფხო არის, ესე ბავშვობაში ვარ დამყოფი მახსოვს სოფელი ფშავში. იქ თუ ვიქნები და მექნება ჩემი მოკლედ ციფრული პლატფორმები შემეძლება რომ დავუშვათ ნებისმიერ დროს, არ ვიცი, პროდუქტი მოითხოვოთ, სერვისით ისარგებლოთ და ესე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგალითად დიასპორა, რომელიც ძალიან ისეთი რაოდენობით არის წარმოდგენილი, ხო? და ამ ადამიანების სერვისებით უზრუნველყოფა, საბანკო სერვისებით და თან სრულფასოვანი საბანკო სერვისებით უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი პრობლემა არის, ანუ ხელმისაწვდომობასთან, სერვისების მიღებასთან, მათ შორის დანაზოგის გაკეთებასთანაც, იმიტომ რომ ვერ უკავშირდებიან ესე მარტივად, ესე რომ ვთქვათ. ხო, ანუ ქვეყნის გარეთ საქართველოს მოქალაქეებმა და იმიგრანტებმა და ადამიანებმა, ვინც შეიძლება მოქალაქეც გახდას, სიტყვაზე ვთქვათ, არ ვიცი სხვა ქვეყნის, მაგრამ ეგულებოდეთ შესაძლებლობას აუცილებლად რომ კრისტალის სერვისებით ანუ ამ ადამიანებმაც ისარგებლონ და ანუ ეს რაღაცა ჩვენთვის ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის. ამიტომ ესე მომავალში, წინ მომავალში ეს აუცილებლად გვექნება. საკმაოდ კარგი ესეთი პერსპექტივები დასახეთ და მოდი ახლა დღევანდელობას რო დაუბრუნდეთ, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ახალი პროდუქტი, რამდენადაც მე ვიცი, ეს არის დეპოზიტები, რომელიც თქვენ პრაქტიკულად აი დღე-დღეზე ჩაუშვით უკვე ასე ვთქვათ მომსახურეობაში, ესე რომ ვთქვა და აი თუ შეიძლება ამ დეპოზიტებზე ახლა რო გითხრა, იმიტომ რაღაც საპროცენტო განაკვეთით საკმაოდ მომხიბლად გამოიყურება და საერთოდ საინტერესოა აი ამ ველში თქვენი შესვლა და ამ პროდუქტზე თუ შეიძლება აი ყველაზე მთავარი ერთ-ერთი თემა ალბათ იქნება მსმენელისთვის ეს რომ გაიგოს თქვენი ახალი პროდუქტის დეპოზიტების შესახებ. ჩვენ 23 ივნისიდან უკვე დეპოზიტების მიღება დავიწყეთ მომხმარებლებისგან. ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და კლიენტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მე როგორც თქვი, ანუ დაკვეთა არსებობდა ანუ კლიენტების მხრიდან, რომ რაღაცა ესეთი დანაზოგისთვის განკუთვნილი პროდუქტით შეგვეთავაზებინა მათთვის. რა გამოარჩევს ახლა ზოგადად ანუ ჩვენს დეპოზიტს, თქვათ რაღაცა სტანდარტული დეპოზიტისგან, ეს არის მაღალი საპროცენტო განაკვეთი და კი ერთ-ერთი არა, ну ძალიან ისეთი კარგი პირობებით შეუძლიათ რომ ჩვენს მომხმარებლებს დეპოზიტით ისარგებლოს უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, მაგალითად ლარში 14%-ით, ანუ შეუძლიათ რომ გახსნან ანუ დეპოზიტები. თან ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ დეპოზიტების ანუ დაზღვევის სააგენტოშიც ჩართული ვართ და შესაბამისად ანუ დეპოზიტები ჩვენთან დაზღვეული არის, ამ ნაწილშიც არის ხოლმე ანუ ხო, ანუ თქვენ ჩვეულებრივად ბანკის რეგულაციებში ხარ ჩვეულებრივად და ჩვეულებრივ და რაღაცა უსაფრთხოების კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენმა მომხმარებლებმაც აუცილებლად იცოდნენ, რომ დეპოზიტები ჩვენთან ანუ ისევე როგორც თქვათ რაღაცა სხვა ბანკებში დაზღვეული არის და ძალიან ისე თამამად და თავისუფლად შეუძლიათ რომ ძალიან კარგ და მაღალ პროცენტებში და კარგ პირობებში ანუ გახსნან ჩვენთან ვადიანი ტიპის დეპოზიტები და ასევე საუბრის დასაწყისში ვქონდა ჩვენ საუბარი ძალიან საინტერესო ესეთი საინვესტიციო პროდუქტი გვაქვს მონეტა რომელზედაც ესეთივე კონკურენტუნარიანი ანუ პროცენტები გვაქვს ანუ აი საპროცენტო განაკვეთები პირობითად კონკურენტებთან რო შევადაროთ ლარში დაახლოებით 2%-მდე სხვაობა არის და ვალუტაში კიდევ უფრო მაღალი არის ანუ ეს პროცენტები. ამიტომ ამ ეს პროდუქტებიც ძალიან საინტერესო უნდა იყოს ანუ ჩვენი მომხმარებლებისთვის, ჩვენთვისაც ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამასაც ანუ აღვნიშნავ, იმიტომ რომ დივერსიფიცირება ზოგადად ანუ რესურსებით რომელიც კომპანიაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ახლა დაფინანსების მთავარი წყარო მაინც იყო უცხოური ესეთი ინვესტიციები რომელიც შემოდიოდა და დეპოზიტები და თან ადგილობრივ ვალუტაში უკვე კარგი შესაძლებლობა არის ჩვენი მომხმარებლებისთვისაც, სხვათა შორის რომ
ფინანსურ რესურსებზე, რომელსაც თქვა ცესხების სახით, ანუ ჩვენგან იღებენ, გაცილებით უფრო დაბალი საპროცენტო განუკვეთები ეს მოგცემს ამის შესაძლებლობას რაღაცა გარკვეული პორტფელის. ემიგრანტებისაც საინტერესო იქნება ალბათ, ხო ეს? რა თქმა უნდა, ანუ იმიტომ რომ ვალუტაში რა დანაზოგსაც აკეთებენ ზოგადად, ეხლა ევროპაში რო ვთქვათ რაღაცა საპროცენტო განაკვეთებს გადავხედოთ, იმდენად მიზერულია და ხშირ შემთხვევაში მინუსებით არის, იქეთ იხდიან ხოლმე ანუ საკომისიოს. ანუ ევროში 4.75%, ანუ ეს არის აი რაღაც შეიძლება ვიღაცის დაუჯერებელი იყოს, თუმცა ჩვენთან თქვათ რაღაცა შეუძლიათ. მე ვიტყვი როგორც მარკეტინგის და ბრენდინგის სპეციალისტი, რომ შეიძლება ინსაიტი მათი იყოს, რომ აი ფული დანაზოგი გააკეთა და ცდილობს მე რომ ბინა იყიდოს, იმიტომ რომ იქნებ გააქირაოს და მე იქიდან კონდეს შემოსავალი და ამის ალტერნატივა მანამდე ბაზარზე საპროცენტო განაკვეთი იმდენად დაბალია დიდ ბანკებში რომ არ იღებ. აი თქვენ შემთხვევაში შეიძლება რომ მართლა ისე აღმოჩნდეს რომ ეხლა დეპოზიტზე თანხის განთავსება და იქედან ყოველთვიური საპროცენტო სარგებელის მიღება შეიძლება გაცილებით უფრო ვთქვათ რაღაცა მომგებიანი იყოს, ვიდრე ვთქვათ რაღაცა ესეთი გაქირავებით მიღებული შემოსავალი. ანუ ეს უკვე რაღაცა ვიცი პერსონალურ გადაწყვეტილებაზე, დათვლაზე და ესე შემდეგ ანუ ამაზე არის. თუმცა ალტერნატივად გამოიყურება. შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, გამოიყენონ თან მით უმეტეს იმ პირობებში, რა პირობებითაც შეუძლიათ ჩვენთან მომხმარებლებმა, ანუ დეპოზიტები გახსნან და თამასუქები შეიძინონ, მართლა უკონკურენტო პირობები გვაქვს და ველოდებით მომხმარებლების ანუ ნაკადს. კი ბატონო. 23-დან ესეთი ძალიან საკმაოდ კარგი სტარტი გქონდა და საკმაოდ ანუ აი ნდობის ნაწილში ჩემი აზრით ერთ-ერთი ანუ კარგი кейსი არის, რომ აი განაცხადი არის ერთგვარი ჩვენი მომხმარებლების მხრიდან ესეთი მომართვიანობის. აი ხა აქტიურია მომართვა. ძალიან აქტიური არის, კი. ძალიან აქტიური არის, ესეთი სტარტი გვაქვს ფანტასტიკური. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რეალური პარამეტრი, მთლიან შიდა პროდუქტის გარდა, არის დანაზოგების ოდენობა ერთსულ მოსახლეზე ქვეყანაში და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, რაც ქვეყნის კონკურენტუნარიანობას თან მიმართებაში განიხილება ეკონომიკის ჭრილში. რაც არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება ჯერჯერობით საქართველოს რეალობაში. არ ვიცი ახლა ეს იმის გამო რომ ინსტრუმენტების ნაკლებობა, საპროცენტო განაკვეთების ალბათ იმისიც რომ ხალხს დანაზოგის გაკეთება ზოგადად ახლა მაინც და მაინც არ ულხინს და უჭირს, მაგრამ ალბათ ეს ინსტრუმენტების არსებობა, მიხარია ის რომ შენ ამბობ რომ კი ძალიან დინამიკა კარგია, პოზიტიურია, აქტიურობა არის, ესე იგი მაინც ადამიანებს გააქვთ გარკვეული საშუალება. ანუ ძალიან მაგ მიმართულებითაც ახლა მე მახსოვს, ანუ ადრე გაცილებით უფრო თავს იკავებდა თითქოს ანუ მოსახლეობის რაღაცა გარკვეული ნაწილი. ალბათ ცუდი გამოცდილების გამოც, იმიტომ რომ გვახსოვს რაღაცა წინა პერიოდები როგორ იყო. შემდეგ ანუ ისიც რომ დაზოგვის კულტურაც ანუ რაღაცა ქვეყანაშიც არ არსებობდა, თუმცა შეიცვალა ბოლო პერიოდში მაინც და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთი მომხიბლელად არ გამოიყურება, თუმცა აქაც პოზიტიური ცვლილებები გვაქვს. რეალურად ადამიანებმა დაიწყეს, ანუ თანხის დაზოგვა რაც ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანი არის. კი, გრძელვადიანი ფიქრი, რაც მართლა საბოლოო ჯამში რაღაცა მათ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ამიტომ მე მგონია რომ ეს რაღაცა ტრენდი ანუ შენარჩუნდება კიდეც და რაღაცა უფრო უკეთეს შედეგებამდეც ანუ მივალთ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფინანსური ინსტიტუტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ის, რომ ადამიანებს დაეხმარონ გრძელვადიანი, როგორც ჩვენ ვეძახით, ფიქრის შექმნაში, იმიტომ რომ შეიძლება მქონდეს კიდევაც საშუალება რაღაც დანაზოგის, მაგრამ არ მაქვს ეს გამჯდარი, ან არ არის ამის სტიმულირება და როდესაც გარედანაც უფრო მეტად მესმის რეკლამირდება, სიტყვაზე მე ნდობა მიჩნდება, ხო მე როგორ სხვანაირად უდგები, ხო ეხლა ინტერესიც ჩნდება. ხო ეხლა ნუ რა ვიცი, ხა ისეთი რაღაც წესებზე აღარ ვსაუბრობ, რომ კაი შემოსავალი რო გაქვს, მინიმუმ ალბათ რა ვიცი იმის სასურველია, რომ 15% მაინც სეივინგში გადაიტანო მომენტალურად, რომ რაღაც კონდეს დაუშვათ პრობლემისთვის, რომელიც შეიძლება მომავალში რაღაც ცხოვრებაში დაგხვდეს. ან პრობლემისთვის არა, პირიქით რაღაც კარგი თემისთვის, იმისთვის პოზიტიურად ვიფიქროთ. კი ბატონო, რომ აი დაუშვათ რაღაც, არ ვიცი, კარგად დასვენებისთვის იქნება თუ დაუშვათ რაღაცა ანუ არ ვიცი, განათლებისთვის, მომავალთაობაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც განათლების თემაში დაბანდეს ანუ თანხა და მაგისტრის დანაზოგი. ის საინტერესოა, განათლებისთვის ხო არ აპირებთ რამეს, აი მართლა რომ ადამიანებს განათლებისთვის მიზნობრიობა თუ აგროვებენ, რაღაც უფრო უკეთესი პირობა, ხო, უკეთესი პირობა, რომ და ეს თქვენი რაღაცა ესეთი ის იყოს, რა ქვია, ერთ-ერთი ვიფიქრებთ აუცილებლად. პოზიციონირება, რომ რატომაც არა, აი განათლებისთვის თუ უნდა, რაღაც შეძლების დაგვარა თქვენს რაღაც ისეთი პირობების. ანუ ეგეთი რაღაცა კამპანიური ტიპის შეთავაზებები აუცილებლად გვექნება. ჩვენ ახლა 1 აგვისტომდე გვაქვს ეს განსაკუთრებული შეთავაზება და იმისათვის რომ
ინტერესი გაზრდილი იყოს მომხმარებლების მხრიდან, რაღაცა კრეატიულ, კამპანიებს აუცილებლად შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებზედაც წინასწარ ინფორმაციაც ექნებათ, ამას დავარეკლამებთ და ესე შემდეგ და ეხლა ეს ძალიან კარგი იდეა არის, სხვათა შორის, რაზეც უცებ წარმოიშვა საუბარში. კი, ნამდვილად და შეიძლება საინტერესოდ იყოს, იმიტომ რომ რეალურად განათლების თემა ალბათ ყველა საზრუნავია და ყველა საფიქრალია და ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც ჩვენი მხრიდან რაღაცა ხელი შევუწყოთ. კარგით, მაშინ გადაცემის მიწურულს თქვენ როგორც ახალი პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მიკრობანკ კრისტალის იმ ადამიანმა, ვინც გუნდის წევრმა, ვინც უშუალოდ ხართ ჩართული, სიტყვაზე ვთქვათ, აი ამ ბრენდის შენებლობაში. მოდი თუ შეიძლება რომ თქვენ რას ეტყოდით ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც არჩევანის წინაშეა დაუშვათ, რომელ ფინანსურ ინსტიტუტის ბრენდთან ითანამშრომლობს, ან რაღაც უკეთესი ცხოვრების, ასე ვთქვათ, აზრით არის დაკავებული და ოპტიმიზმი ადამიანებში ხო ბუნებრივია, რომ ყოველთვის არსებობს. აი, რაში შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთს, თქვენ როგორც კრისტალმა, როგორც მიკრობანკმა და ადამიანებმა, სად შეიძლება რომ რაღაც თანკვეთის წერტილები და შეხების წერტილები გქონდეს, ერთად როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უკეთესი, ან რაზე უნდა ვიფიქროთ, რას მივაქციოთ ყურადღება, ან რას ეტყოდით თქვენს ეხლანდელ და მომავალ მომხმარებელს თქვენი კრისტალის ბრენდიდან გამომდინარე. ჩვენს მომხმარებლებს, არსებულს და მომავალსაც იმას ვეტყოდი, რომ ბრენდის დაპირება მართლა მხოლოდ დაპირება არ არის და შენი შესაძლებლობების ბანკი ცალსახად ნიშნავს, რომ ეს ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი მომხმარებლისთვის მართლა შესაძლებლობა არის. განავითაროს თავისი ბიზნესი იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი ქონდეს მას, უფრო მეტი ეკონომიკური დოვლათი შექმნას და ამით წარმატება მოუტანოს ქვეყანასაც და ქვეყნის ეკონომიკასაც. ეს შემიძლია, ჩვენს მომხმარებლებს რეალურად უთხრა. ჩვენ ეს შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ ცალსახად და შეგვიძლია, რომ როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ხვალ კიდევ უფრო მეტად უკეთესი გავხადოთ. კი ბატონო, ძალიან კარგი თან ახლა იმასაც თუ მოვიშველიებთ, თქვენივე მაგალითს თუ მოიშველიებთ, მე ვიცი კრისტალმა, რა ვიცი, აი რამდენი წლის წინ დაახლოებით თითქმის წარმატებული ბიზნესის კარგი მაგალითი არის. კი, აი პატარა ნაბიჯებიდან დაიწყო, მახსოვს არჩილი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, მაშინ როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდა და აი თელმა გუნდმა თქვენ შეძელით, რომ აი ძალიან პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ ძალიან ისეთ ბევრი გამოწვევებით არსებულ გზაზე იარეთ წარმატებით და ალბათ თქვენივე მაგალითი არის თქვენივე ბრენდის მაგალითი, იმისი მოდელი, მოდი ესე რომ ვიტყოდი, რომ როგორ შეიძლება პატარ-პატარა ნაბიჯებით, თუმცა ყველას გვეჩქარება და სასურველია, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ იმაში, რომ ნაბიჯები ცოტა უკვე გაიზარდოს. დროში გადანაწილებულიც, გონივრულად, ესე ვიტყოდი, შეიძლება გაცილებით უფრო დიდი წარმატების მომტანი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ერთი პატარა ფონდიდან დაწყებული ბიზნესი არის, რომელიც 27 წელია უკვე საქართველოში ძალიან წარმატებულად მოღვაწეობს, დაგვირგვინება ამ ყველაფრის, წარმატებული მიკროსაფინანსოდან უკვე ეროვნული ბანკის ლიცენზიის მიღება იყო, რომელიც ამ წლის დასაწყისში მოხდა და შემდეგ უკვე ბანკად ასეთი 4 თვიანი ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგად 16 ივნის ოპერირება დავიწყეთ. კარგი მაგალითი ვართ მართლა ადამიანებისთვის, ვინც შეიძლება ბიზნესი ახლა იწყებს, რა წარმატებას შეუძლია, მიაღწიოს დაუღალავი შრომით, თანმიმდევრული და ესეთი ნაბიჯებით და გონივრული გადაწყვეტილებებით. კი, ძალიან კარგი. წარმატებას გისურვებთ მომავალშიც. მადლობა ჩვენს პენელს და ჩვენს მაყურებლებს. მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით. ბრენდი საქართველო. ლევან კობერიძესთან ერთად.